გამარჯობათ მეგობრებო. სალამი. მოდი დავიწყოთ აი BBC-ს რაღაცა ფილმით. GVC-ს ფილმით, კი ბატონო. პრისტაუკის ფილმით. და განვიხილოთ ეს საკითხიც არ არის. საიდან გინდა რომ მივდგეთ, იმიტომ რომ აბსოლუტური კრეტინიზმი. აბსურდებით დავიწყოთ მე ხა მე გავიხსენე ძალიან მაგარი ფილმი დღეს. ხო. შენ უეჭველი ვიცი რომ გექნება ნახი, დასტი ჰოფმანი და დენირო რო თამაშობენ ბარი ლევინსონის Wags the Dog. Когда хвост крутит собакой. კი. სადაც სცენარი არის ეგეთი, რომ ამერიკის პრეზიდენტი ერაყის ომზე არის ჰიპერბოლურად, კი ბატონო. ამერიკის პრეზიდენტს გაუსკდება სექსუალური სკანდალი არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე და ამის გადასახარად შეიკრიბება კონსილიუმი, რა ვქნათ, რომ იქირავებენ ძველ ჰოლივუდის პროდიუსერს, რომლის ოქროს ხანაც უკვე ჩასვენებული არის. და ეს მოუსვეჟესი იდეით, რომ კაროჩე გამოგონილი ომი უნდა დაუდგათო, მედიას უნდა მიუცეთო და კაროჩე ამითი გადაიფარება ეს სკანდალიო. დადგავენ ომს, რომ ვითომ ალბანეთმა გამოუცხადა ომი. ბილ კლინტონმა მაშინ დაიწყო ლევინსკიზე არა პარალელი, ხო, არა, ერაყის ომზე არ არის. აღარ შეგისწორა. მართალი არა, გამახსენდა. ხო და იმას იზამენ, გადაიღებენ სტუდიაში ამას, რომ ვითომ ვიღაც ალბანელი ტერორისტი აქც აკეთებს და აგერ ომს უცხადებს ამერიკას და ამ პრეზიდენტის უბრალოდ აიწევა, რომ აი ომის პერიოდის პრეზიდენტი არის, გმირი ამერიკელი და რაღაც დროს სექსუალური სკანდალი ხალხის გვერდში დავდგა, მეორე ვადით აირჩევენ. კი ბატონო. და ბოლოს როგორც თავდება ხო იმ პროდიუსერს ბრიდავენ, იმიტომ რომ იმას მოუნდება რომ ტიტრებში უნდა ჩავწეროთ რომ ჩემი და მე ყველა მონაწილეს ბრიდა. ჩემი ამბავი და ბოლოს თავარი ამ მოგონილ და დადგმულ ტერორისტულ აქზე ნაღდი ტერორისტული ორგანიზაცია რო აიღებს პასუხისმგებლობას და მართლა ომი რო იწყება. ეგეთი შტუკა არის დაახლოებით ეს BBC-ს ფილმი, რომელიც თვითონვე მოიგონეს. გაცილებით უფრო დაბალ ხარისხს. კი, იმიტომ რომ არაფერი იმას დამაჯერებლობა აქვს, რასაც გადაიღო. კარგად არის შექმნილი. არაფერი. უკვე ხო ხედავ ის თვითონ ის ნატოს სტატუიანები და მაგის მამა და ისინი აღიარებენ, რომ ჩვენ არაფერი მსგავსი არ გვეთქვიაო, კაცო, მაგათი ინტერპრეტაცია არის, რომ მომწამლავი რამე იყო გარეული. ანუ დღეს მარტო მაგას ბაზრობენ თვითონ ეგ ტიპები. ანუ ამათმა შეკრეს ეს რაღაც აბსურდული დოკუმენტური, ფსევდოდოკუმენტური ფილმი, სადაც ილაპარაკეს აბსოლუტური ტყუილები, თან როგორ ტყუილები, იცი ან მაგ რა ქვია თვითონ მაგ რასაც გვედავენ პირველ მსოფლიო ომის დროს გამოყენებული მას რაღაცა. სადაც არ უნდა დაგუგლო თუ რომელ ხელოვნურ ინტელექტს არ უნდა კითხო, ყველა პასუხობს, რომ შეუძლებელი არის ამის წყალში გახსნა. ანუ აბსურდის მასშტაბს ვთქვი, რომ ისეთ რაღაცას გვედავენ წყალში გახსნესო, რა წყალში არ იხსნება. მაგ იმის წყალში გახსნა არ შეიძლება და ვერ იხსნება წყალში. არა, მე ზადნი ხომ მისცეს ყველამ. ვინც მონაწილეობდა ამ ფილმში, ყველამ ზადნი მისცა. ვინც მონაწილეობდა კი, მაგრამ ეხლა უყურებ ყვირია. გიორგი ახობაძის პოსტი გავუშვით ექიმი, ასეთ ექიმთან წახვალთ? საინტერესოა რუსთაველის ჭადრებმა შეიწოვეს თუ არა ის ქიმიკატი და შესაძლებელია თუ არა მათი მერქნის ანალიზით შხამების ნაერთსახის დადგენა. შეუძლია ხეს ესეთი ორგანული ნაერთის შეწოვა? იურულ პერიოდს პარკის სცენა ის არის სიუჟეტი ესეც რა კოღოს რამდენიმე მილიონის წინზე გარდაცვლილ კოღოში დინოზავრის სისხლის დნმ კი ბატონო. ხო, აი გიორგი ახობაძე მაგალითად ვიცით ვინც არის, მაგრამ კიდევ ერთხელ კარგად, ვინ არის? როგორც ძალიან ბევრი ამბობს და ეთანხმები წამლის ქურდი, რომელიც ვერ წაასწრეს დანაშაულს. მაგრამ გამოაბონზურეს. კი ბატონო. ხო. კომენტარი გიორგი ახობაძის. მე მინდა, არა ხო, ნუ გავიარეთ თქვენ ამომწურავად ისაუბრეთ ამ საკითხებზე. დღეს კითხულობდი, ესე იგი პრემიერის ბრიფინგს უყურე და იქ შემდეგ მე გაქარდეს რა იმათმა თორსა მთავარმა და ამ რადიკალებმა ხო ერთ ძალიან საინტერესო პასაჟი იყო რა რაზეც მინდა ყურადღება გავამახვილო. ირაკლი გობახიძე ამბობდა შემდეგ რამეს, რომ კელი დეგნანიო ესე იგი დაჟინებით მოგვიწოდებდა და რაღაც მომენტში ხელსაც აბრახუნებდაო და ეს უნდა გავიხსენოთ კონტექსტუალურად. ეხლა მაგალითად ვინც გვისმენს საქართველოს მოქალაქე ცოტა წარმოუდგენლად შეიძლება იჩვენებოდეს, იმიტომ რომ ჩვენ უკვე ძალიან მყარავთ გავართ რა ჩვენ პოზიციებზე და ვერავინ ესე აი დავამტკიცე, ვერავინ ესე ვერ გაგვიბედავს საუბარს, მაგრამ იყო პერიოდი
სულ ახლა ხანს რამოდენიმე წლის წინ, როცა NGO-ები ქმნიდნენ დღის წესრიგს, როცა 27 ქვეყნის ელჩი გამოვიდა, კელიდეგნანმა დაწერა, რომ შავი დღე გათენდა ქართული დემოკრატიისთვის და გამჭირვალეობის კანონზე, რუსული კანონი და ააჯანყეს ხალხი და ასე შემდეგ. იყო ესეთი პერიოდი. ბატონი ირაკლი კობახიძე მან დამბობდა, რომ ესე კელიდეგნანი მოგვიწოდებდა ომში ჩართვას, ოღონდ არათუ პირდაპირ და ისეთ დეტალებზე იყო საუბარი, ჩვენ მხარით რომ აი ბრძოლის უნარიანობა რო დაგვეკარგება, მე რა ვქნა, პარტიზანული ომი უნდა აწარმოოთო. ანუ გარდა იმისა, რომ ქვეყანა დაგენგრევად, ეკონომიკა ჩამოგექცევათ, ქალაქები განადგურდებიან, ამას დაამატებული ესეთ აოხრებულ მდგომარეობაში უნდა გავიდეთ ტყეში და იქიდან ვიომოთ. და ეს ყველაფერი, ნახე, იმ მომენტში ხო ეს საშინელება იყო და ყველა ხვდებოდა. ამ გადმოსახედი, ან მე მართლა მაინტერესებს პასუხი, ვის უნდა მოეთხოვოს ამისთვის. ეს არის თემა, რომელზეც მართლა ვბრაზდები რა, ყოველ წამს, ყოველ წუთს რამდენიც შევეხებით. ამ გადმოსახედიდან ეხლა რა მდგომარეობაში უკრაინა არის, როგორც მიატოვა ის დასავლეთმა და სხვადასხვა ალიანსებმა, როგორც პასუხისმგებლობა მოიხსნეს ჩვენ როგორც ამერიკის პრეზიდენტმა თქვა, რომ ჩვენ გარშემორტყმული ვართ მშვენიერი ოკეანით. აი ამ შემთხვევაში პასუხი და უკრაინა და საბოლოო ჯამში რუსეთი ომს იგებს და უკრაინა რჩება ტერიტორიების დანგრეული ეკონომიკა უარყვეს. სამშვიდობო მოლაპარაკებები რუსებმა უარყვეს. ხო. კარგად იყავითო და უკრაინას. იმიტომ რომ ყველაფერი მათ ხელს. ოღონდ ტრამპმა ეს არ გააკრიტიკა. კი ბატონო. ხო და ამისთვის, ანუ ხვდებით რისთვის გვწირავდნენ, ჯერ რაც არ უნდა დიად მიზანს ემსახურებოდეს თავის გაწვირვა, ამერიკის ელჩის გადასაწყვეტი არ არის ჩვენ ვიომებ თუ არა. საზარბაზო და თურმე რისთვის რომ არც დაგიფასებდნენ კი არა, რუსეთი იმარჯვებდა და ეს ხო ყველამ ვიცოდით. მეგობრებო, ისევ დაუბრუნდეთ BBC-ს ეგრეთ წოდებულ გამოძიებას. ამის გამო არის ეს მთელი ევრობიუროკრატია და ეს კორუმპირებული ვიღაცები, ესტონელები, ბიუროკრატები, ხო, კაია, ესე ნუ გვერდჩიან, ამის გამოა, რომ პარტიზანულ ომში არ კაია, რომ გვიცავს. კი. რომელსაც რუბიო და ამერიკა ოფიციალურად არ აღიარებს. ოფიციალურად არ აღიარებს, ანუ არ ხვდება. თამთაჟვანია ყოფილა ვიღაცა აქტივისტი და საუბრობს საზარელ შხამზე, რომელიც მას ეცა 1 წლის წინ. თქოთ, აი ეს არის დონე, თქოთ. ახლა მოგიყვებით როგორ მოხდა ეს ყველაფერი. დიახ. ასე იგი 30 ნოემბერს 1 წლის წინ ვიყავი აქციაზე და ის რობოკოპები რო იდგნენ, მანდ მივედი და უბრალოდ უთხარი მეც შვილები მყავს თქვენი ტოლა და რომ ნახე წინა დღეს როგორ ურტყავდნენ, როგორ მცემდნენ, თხოვე რომ ძალიან გთხოვთ, ნუ ურტყავთ ამას და იყო მის უკან, მათ უკან იყო ძალიან დიდი შუქი, რაღაც პროექტორი და აი სან ცუდად იმოქმედა ამ შუქმა და ვიგრძენი რომ იმ თელ ტანში დამიარა თითქოს რაღაც არ ვიცი რადიაცია იყო თუ აი ვერ გეტყვით თითქოს დენივი დამიარა და მივხვდი რომ ეს რაღაც სისხლი დაიძრა. რა გაკვირო? აი ბოლოს მაგარეს სისხლი რო დაიძრა, რა ხდება? პროცესებზე ლაპარაკობს ორგანიზმში რაც არ ვიცი, ცოდუა მე მგონი, ხო გაუშვა ბოლომდე? ეგ არის ძალიან კლიმაქსი, აბა. ესე ფეხებით წავიდა თავში, მომაწვა თავში. დიდი, აი ძალიან ძლიერი ეს ვიგზენი რომ მოწოლა სისხლის თავში. და აი რაღაც 1 წუთიც არ იყო გასული, რომ მე უცებ ძალიან დიდი ძლიერი თავის ტკივილი ვიგზენი და ფაქტიურად რომ გადამეყვანეს უკვე სამატყობაში აღმოჩნდა. სკივით რო აყავთ ხოლმე, ხო? თხოვნა რომ გარკვეული ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანები, რომლებიც მურავად ხართ სამწუხაროდ აქციაზე, თლად როცა დაშლა არის არ მიხვიდეთ, იმიტომ რომ ხვდები რას ამბობს? ანუ არამც თუ საშინელი შხამი, იპრიტი თუ რა ვიცი, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი. არამედ შუქი ისეთი მომენტია, რომ არ გახსენებთ ეს მიშასთან რომ ზაღლიხებდა და მიშასთან ხმოვანი სიგნალებით აგიჟებდნენ ამათ შუქით. და ზაღლით და მანქანა რო იყო და რაღაც საერთო გამოსვლოდა ოსური სპეცრაზმი. ეხა მეგობრებო, მაგრამ იქნებ მართლა ის ქონდა კაცო გამოცხადება და იმას მიყავდათ. უცხოპლანეტელებს. ექსტრატერესტრიალურ ძალას. რუხ უცხოპლანეტელებს ხო არიან იყოფიან რასებად. ეხა იმა გრიგორიას ძალიან ყურადღებით მოусმინეთ. რა სადამში დებილობა მივიდეს ადამიანის თქო. ეგრეთ წოდებული ექიმების საქმე. არა, ჯერ რაშუაში არა გავუშვი.
ხო, აი საინტერესოა, როგორ გაგრძელდება ეს პროცესები, იმდენად შესაძლოა აღმოჩნდეს. მოусმინეთ რა, დიდი მადლობა, კოტე, მე დღეს წეღან ვამბობდი, როდესაც გავიგე თქვენი ძმის დაბარება, მანამდე ვიცით ყველამ ბატონ გიორგის რაც დამართეს, შემთხვევით არ გამახსენდა ალბათ სტალინის დროინდელი საქმე, ეგრეთ წოდებული ექიმების საქმე, ანუ მეცნიერები, ექიმები, რომლებიც შესაძლებელია იკვლევდნენ ადამიანების დამძიმებული ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. რა ექიმების საქმე? დებილია ხო ეს გოგო? კი. არა, თვითონ ხომ აქ პერიოდში მეცნიერ მუშაკი იყო. არა, ჯერ მას შეეხო. არა, მოდი ამას ვთქვა. თავის ტყავზე აქ გამოცდილი სტალინური რეპრესია. კვლევარი, ძალიან ცნობილი კვლევარი სტალინის და ამას აქ განსხვავებული ვერსია საერთოდ. მონტეფიორისგან. ანუ მეგობრებო, უბრალოდ პატარას შეგახსენებთ, სტალინმა ამოიჩემა ექიმები, რომლებიც მას და პოლიტბიუროს წევრებს სწავლავდნენ. აი ესე ეგონა. ექიმები და რამოდენიმე ექიმზე აღზა სისხლის სამართლის საქმე და შემდეგ გარდაიცვალა და ვერ მოასწრო მათი დასჯა. მოკლეს უბრალოდ სტალინია გარდაიცვალა. მოკლეს. ხო. და რა შუაშია? ანუ საერთოდ სივცე დროითი კონტინუუმი გაარღვია მისმა უმეცრებამ რა. მე მგონია რომ თვითონ როგორც მეცნიერ მუშაკმა თქო და პარალელა თავი. მონტეფიორო ხო კინოზე მუშაობს. მაგრამ ახალ ფილმზე. მონტეფიოროს ვიცნობ კაცო. ხო და რა ფილმზე მუშაობს? ახალგაზრდა ეყრდნობა ინგა გრიგოლიელი. ინგა გრიგოლიელი. მე მივხვდი. გეხოცები. არქივები მიაწოდა ინგა. მივხვდი ხალხო, მივხვდი რა პრიმიტივიზმია, შეხედე. ექიმებთან საქმეების საქმე გაახსენდა. ხო და ამაშია ექიმები, მეცნიერები, ხო თქვენ აქ კარგს ჭამთ, მე რომ აშაყირებ წყალი, ხილი, ხო ძველი ჩვენი შაყირი, გავიხსენეთ, ეს ვაშაყირებ ხოლმე და გასაგებია. ცნობილი ხალხი ვართ, არაჩვეულებრივ გამოფენაში ვარ. ცნობილი კარგს შამპანურს მივირთმევ, რესტორანში დავდივართ. და მეცნიერები, ექიმების საქმე. მეცნიერები, მეცნიერთა საქმე არ ყოფილა. მე არ მოყვევი, მაგრამ ისე ოდესმე იმედია თვითონ მონტეფიორი მოყვება მიშასთან ურთიერთობის მის გამოცდილებას და მიშასთან საერთოდ. თვითონ მოგიყვა და არაეთიკური იქნება შენ რო გათქვა, ხო? კარგი ბატონო. ტოპ ისტორიებია ძმაო იმენა ტოპ. ჭამას ეხებოდა. არც უნდა დაგეწყო. კაი, ბესელია გაუშვათ ბესელია? ბიჭო, ლომჯარია გაუშვა. ლომჯარია გაუშვათ, ბაზარი არა. ლომჯო. 90-იანი წლებიდან საქართველოს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის წევრია და კონვენციაზეც უნდა ვისაუბროთ, ხო ჩვენ, ანუ კონვენციით ნაკის ვალდებულებებს უნდა ასრულებდეს და აი ამიტომ დავსვი კითხვა, რომ თუ ეს დადასტურდება, მაშ რა ფასის გადახდა მოუწევს. ხო, ეს დაემატება კიდევ უკვე სხვა ჩადენილ დანაშაულებსაც, იმიტომ რომ რა პრობლემა? წამება იყოს სისტემური და ჩვენ ამაზე საუბრობთ, ხომ? ანუ საშინელი სიტყვაა ჯერ წამება და შემდეგ სისტემური წამება, მაგრამ სადღაც 400 და მეტი ადამიანი სისტემურად დაექვემდება რა ამ ქვეყანაში, ანუ სისტემური თავისი ახსნა აქ, რომ ციხის კადრები. არა, როდის და იქ ჩართული იყო. არა, ვაფშე დასაწყისიდან დასასრულამდე, იმიტომ რომ ჟურნალისტი ჯერ იწყებს რომ ინგა გრიგოლიელი ჯერ არ იცის თემა, იმიტომ რომ წაიკითხა რაღაც კონვენცია შეუერთდა ჩვენ ხელი მოვაწერეთ, ასე ვერ გაიგო რა. ამას გონია რომელზეა, იცი? ხო, იმაზე არ ვიცი. მასობრივი განადგურების იარაღზე. არა, ამას გონია რაღაცა ის არის რა. მასობრივი განადგურების იარაღზე გვაქვს ხელი მოწერილი, რომელიც არც გქონია და არც გვექნება. აი ის რო არის საერთაშორისო ორგანიზაცია ურანის გამდიდრების სტანდარტებს რო ამოწმებს. შეგაწყვეტინებ, მასობრივი. ისე BBC-მ რო თქვას, რომ გარჩე ჩვენ და ურანით გამდიდრებულია რაღაცა ისინი და ამ ნიშნულს გადააჭარბაო რა. მასობრივი განადგურების ქიმიური იარაღი ძალიან ცოტა ქვეყანაზე, შენახვის ერთი ადგილი იმაზე ცოტას. საქართველოს მათ რიგებში არა. ხო და ამ ინგა სინკა და სარეწმელი იმას ვერ ვინახავთ. ინგა გრიგოლიამ წაიკითხა, რომ რაღაც კონვენციას ხელი მოვაწერ. ნუ ეს ხო ვერ გამოთქვა წესია. კონვენციაზეა საუბარი და კიდე არ ვიტყვი დანარჩენს რაზეც. და ეკითხება ლომჯარემ სისტემურ წამებავ. მე დავეთანხმები. ქალბატონო ვიტყვი რა აბას. ქალბატონო ნინო თქვენ იმსახურებოდით, მხარს უჭერდით
აქციაზე მინიმუმი დექით იმ ძალასთან, რომელიც მართლა სისტემური წამების ჩვენზე როგორ იწა? ჩვეულებრივად, ანუ წარსული და ეს არის, რა ვქვია, მემკვიდრეობა დატოვა შემდეგნაირი. სისტემური წამება, სისტემური ციხეში, სადაც იდეოლოგიას ემსახურებოდა, ეს წამება იყო ინსტრუმენტი. ის არ იყო თქვენთვის პრობლემა და აქ რა სისტემურ წამება ჯერ ერთ სისტემურ წამება გააკრიტიკეთ კაცო და მე დავიჯერებთ რომ მორალი ჯერ თვალს უნდა უსწორებდეთ რაღაც საკითხებს და ნინო ულავი მიჯო უნდა დავიცვა მე იმიტომ რომ მეც ვეთანხმები რა სისტემური წამება სისტემური წამება იმიტომ რომ ციხის კადრები არა ხოცნების დროს იყო არა კაცო რა შუაში ოცნებაზე იწა შენ რატო შენ არ გაქვს ემპათიის რა ემპათიის და სხვა ადამიანის პერსპექტივიდან ის უნარი რა გვაჭამეს რუსულად წამება პეჩენიები რო რუსულად არა ძმაო წამება არ არის რომ ეს სირცხვილით იწოდა და არა ბომბისგან მოკიდებული ცეცხლით ამითი არ ეწამა და წამება არ არის რომ ლიბერალური დიქტატურა საქართველოში ვერ დაამყარეს წამება არ არის ეს უმცირესობა რო ვერ ბატონობს უმრავლესობა საჩინელი არქივანი პაფლოვსკი რო არ არის ისეთი კარგი როგორი სხვა კერძები ეგ წამებასთან გათანაბრებული მე რასაც ვამბობ ეს არის წამება ნინო ლომჯარიას რო არ შეუძლია რომ ამერიკის დროშა ჩამოკიდოს პარლამენტის თავზე ესაა წამება ლობიოში რო კენჭი იპოვეს ეგ რა არის და კემბელის ლობიოს მაგივრად ჭამს გურულს. всё. როგორ მოსულა? აი დავადგინეთ მეგობრებო, ნუ ახლა სიგიჟია რა. ანადოლიძეს შეიძლება ის მართლა უშვებთო არ უშვებთ ანადოლიძეს სხერფლი არის. ანადოლიძეს უშვებ? სისტემურ წამებას საუბრობს? არა, რა არის აქტივიზმი და გაუშვებთ აბა? ჩვენ აქამდე გამსჯიდნენ როგორც დემოკრატიულ ბანაკში მყოფ ქვეყანას და აღმოჩენილა რაღაც აშინელება სადამ ჰუსეინთან ვარ ჭაზულები ხდებით ეს ერთი მეორე რაც შეეხება სტოპ გააჩერე სადამ ჰუსეინთან სადამ ჰუსეინი ქიმიურ ერაკთან კაკრას არაფერ შუაში რო არ იყო არა სწორო ქალო შენა სტარო სადამ ჰუსეინო ყველაზე ნიუდაჩნი ვაიმე ვაფშე აზე არ არის სადამ ჰუსეინს დაუწყეს ომი ამერიკელებმა იმიტომ რომ გაეროს ტრიბუნიდან ის რო იყო თავდაცვის მინისტრი, არ მახსოვს, ფერადგანიანი კაცი იყო, რაღაცა გაურკვეველი სითხე აჩვენა ხალხს, რომ ამაში არის მათი ქიმიური ნაერთიო. და მე რო აიღეს თელი ერაყი მაგის ფალსიფიცირება შეუძლებელია და ვერ ნახეს ქიმიური მასობრივ განმგებლობის ერაყი ვერ ნახეს. მაგრამ მოკლეს რომელია. ხო და კაკრას ქიმიურ იარაღთან სადამ ჰუსეინის ხსენება არის აბსოლუტური აბსურდი რა. იმიტომ რომ ამერიკაში აღიარებული აღარ ამბობენ რა, ხო, გაჩუმებულები არიან. არ ვიცი. ამერიკულ მეინსტრიმშიც კი. არა, ჩუმად არიან. იმაზრობა გაიმარჯვა რომ მან ტყუილა დაბრიდეს. ტყუილა დაბრიდეს და ტყუილა შეიჭრნენ ვაფშე. და უკეთესი ვერ მიიღეს რაც იყო. კაი, თინახი და შენ. ის თქმა მინდა რომ მარტო სახელმწიფო დეპარტამენტში კი არ გავაგზავნით, არამედ მათ შორის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს და ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ყავს ჩვენ კონტაქტები, რომელთანაც ასევე რეგულარულად ურთიერთობა გვაქვს. იქაც გავაგზავნეთ, თეთრ სახლშიც გავაგზავნეთ. ანუ ეს არ არის რაღაცა ერთი მისამართის სუდანოსების აღიარება, მე ვასწავლე სუდანოსებს დაიწყეს რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა დაიკვეთა, სახელმწიფო დეპარტამენტი გავაჩერე, ჯერ გავარკვიეთ რომ ერთ-ერთმა სენატორმა უკვე ზედაპალატაში მეგობარი აქვს დედაუთ ეს მაგაზე ლაპარაკობს თუ ამ რომ წამლავენო მოწამლაზე ხო მაგაზე ლაპარაკობს მეგობარი აქტი დავეტოვდა კაცო კი რა რომელზე ამბობს მოწამლაზე ხო ხო მოწამლაზე ან ჩვენ არ გვიკვირს რა თქმა უნდა ამ სრუდანოს ესენი საათ შეუძლებთ ყველგან გააგზავნიან იმიტომ რომ ესენი არიან ადამიანები რომლებიც დადიოდნენ და კანდიდატ სტატუსი არ მიცეთო მაგაზე იმაშობდნენ რა ქვია ჯაშუშობდნენ და მუშაობდნენ მთელი პერიოდის განმავლობაში როცა ამაზე მიდიოდა საუბარი ხო რა თქმა უნდა ამათთვის ქვეყნის ცუდი არის ბედნიერება და გამარჯვება მივხვდი რა არის მოდი ამაზეც მივჟღავთ ადამიანს აქვს რაღაცა გარკვეული კონსტიტუცია ან მანიაკალური გადახრა, რომელიც არ იკურნება. ამათი შინაგანი კონსტიტუცია, ანუ მანიაკალური გადახრა არის მუდმივი ღალატი, ანუ მუდმივად ინფორმაციის მიწოდება და ჩაშოვა ამერიკის შეერთებული შტატებისადმი, იმიტომ რომ ხიდაშელი იქით არის უფრო ორიენტირებული ყოველთვის იყო და ეხლაც არის. ანუ ეს არის ჩვეულებრივი ღია აგენტი არ არის. აი როგორ გითხრა, აგენტი კიდე რაღაცას დამსმენი. ხო როგორ იცი რომ გიხდი მელკი არ არის. აბა? ადამიანი რომელიც თავდაცვის მინისტრი იყო, არ შეიძლება იყოს მელკი. ბიჭო, შენ გარწმუნებული ხარ მაგაში, ჩემი. რას მეუნები, რომ ფულად ვაფშე ყველა. არ
რაგონია რომ ამას ეხა დიდ საქმეებს აბარებენ ტაივანში ან სადმე არა ამას აქვს თავისი როლი ყოველთვის ეს იქნება პატარა ამრევი აი პატარა ისე მიშასაც ვერაფერი ვერ მოუხერხა ხო ვითომ ებძოდა ვერაფერი ვერ გაიგო ეს იქნება ძალიან მელკითაც ხო ანუ იქ ესე უყურებენ ხო ძალიან მე დავწერე და აუ კიდე ამის გამოვიდა წერილი აი ეგრე რა რომ ხო ანუ ადამიანი პირდაპირ მანეთი და გაჩერდება ტაივანში ანუ ადამიანი რომელსაც ვითომცდა მდიდარი პოლიტიკური ცხოვრება გამოვლილი და უკვე აღარასოდეს აღარ დაბრუნდება იმ დიაპაზონში საიდანაც ჩამოვარდა ან რატომ მოხდა ეგ თემაა რა თქმა უნდა მაგრამ არასოდეს დაბრუნდა არის მუშაობს ჩვეულებრივ ღიად დამსმენად რა აი ბიჭო ღიად ნამდვილად ოღონდ თვითონაც არ უარყოფს არა ღიად ლაპარაკობს მე დავწერე იქ ანონიმკაც კიდე რა ხო ეგ არის ანონიმკა არ არის ანონიმკა მიცეს რომ საქმეს ჩადის მაგრამ უღირს ეს რაღაც თანხად არ ამხელს ანონიმურად აკეთებს ღიად ინტრიგანი რა ეს არის ამათმა თავის კონტაქტებით რაც დაალაგეს არის ამერიკაში ალბათ 114 ტაბლოიდი Washington Examiner-ი რომელიც აი კაი მაკულატურა არის მან დაწერა სტატია სათაურით ეს ქიმიური იარაღის გამოყენება საქართველოსშიო ტრამპის გადასაწყვეტი საკითხი არის ხო აი ეგ დაალაგეს Washington Examiner-ი კაი მოდი ხუღაშვილი აუცილებლად გასაშვებია რას ამბობ ჩვენს ოცნებაზე ეხა არიციან რაკნა და მე ვფიქრობ რომ არც ისინი ხვდებიან კიდევაც რომ ეს წაგებული თამაშია მათი მხრიდან და ერთადერთი რაც დარჩენიათ რომ შიგნით საზოგადოებას აი თავისი აი ამ აგრესიულ კონფორმიზმს ხო რომელიც ესე რომ ვთქვა ჯიბეში უდევთ ხო ეს კვებონ ანუ მათი ყველა შემდგომი განცხადება რადგან დიდ თამაში მათ უკვე წაგებული აქ თიცია ხო მათი ყველა განცხადება არის აი ამ ადამიანებზე რომლებიც არ ფიქრობენ და მზად არიან ყველაფერი დაუჯერებენ საერთოდ ძალიან უცნაურია დებილის ახალი სიტყვათა შეთანხმება აგრესიული კონფორმიზმი ანუ კონფორმიზმი თავისივე თავში გამორიცხავს აგრესიულობას კონფორმიზმი არის შემგუებლობა პირიქით ნულოვანი აგრესია ღირსების თუ სიმართლის შემლახავ რაიმე პროცესებისადმი როცა გარკვეული შიშის ან ფულადი ანაზღაურების გამო ეგუები კიდევ კიდევ ამის გაправება არ მინდა ეხლა არასწორ რაღაცას ნუეკიდებ თავარი არის შემდეგ ესაა კაცი რომლის პროგნოზები ყოველთვის 180 გრადუსით საპირისპირო ჩდება არ არსებობს ამისი პროგნოზი რომელიც ოდესმე სიმართლესთან ახლოს მდგარა და ჩემი ფავორიტი პროგნოზი ამისაა თუ გახსოვთ რომელია არ ვიცი პრიგოჟინი რომ პუტინს ამარცხებდა. უი ეგ ვაფშე არ მახსოვს. მან ქონდა ზუსტად გაწერილი ქონდა ზუსტად კალენდრულად. როგორ მითხარი? პრიგოჟინი მოსკოვს როდის აიღებდა კალენდრულად ქონდა. აბა? რა თქმა უნდა პუტინს ამარცხებდა, უკრაინას ტერიტორიას უბრუნებდა და მე ჩვენ გვაძლევდა რომელიც ხელამდე იყო უკრაინელების სისტემაში. ანუ როგორც ხოცა და ხოცა უკრაინელები. აი არ გახსოვს რომ ეგრევე ნაცების კამპანია go ჟენია არ გახსოვს? აბა ბიჭო. რაზე ლაპარაკები? მაგრამ ამის თავარი თემა სოფლიო იყო პუტინის ხარეს. იმიტომ რომ არავინ არ იცოდა ის გიჟი რას იზამს. თავარი თემა იყო ეგ რომ ამან მართლა კალენდარი შედა დღეების მიხედვით დაწერა ამდენ საათში ეს მოხდებაო, ამდენ დღეში ეს მოხდებაო და ამდენ დღეში ეს მოხდებაო. აგერ თქვენ და აგერ მეო. და მაგის დაწერიდან 2 საათში ყველაფერი საპირისპიროდ დაჭდა. ერთ კვირაში პრიგოჟინი გაუშვეს თავის ვაგნერთან ერთად. თავარ კაი, ბაჩივალიშვილი ვინ არის უკაცრავად? მსახიობში. უი, მსახიობ, ვაიმე, ბოდიში, უკაცრავად ბაჩი გავშვით. რომელი მსახიობია ეგ? უველოდებით იმას რომ ამაზე აპელირებით რომ ესენი არიან სასტიკები ჩვენ ვინც მათი მხარდაჭერი ეხლა ის ვინი ხო ხო და მე მეგონა დავიმეთქი ის ვინი ხო იცი რა გავაჩერო არა ერთსამი თავიდან დავაწყები აი ის ტიპი სტოპ კადრი ბიჭო 90-იან ბაჭო 90-იანების რუსული კლუბი რო არის ბავშვი რო იჭდება გახსოვს როცა იყოს სუეჟეს ეს რა ხდება 11 მაშენი კი რო იყო ჯგუფი ის კაი ჯგუფი იყო სხვათა შორის არის ხო ბაჭო მე არ გახსოვს ჯგუფი არა კაცო რა ჯგუფი ეს ამობს ის სათვალიანი ჯინსის სარუჭკენ ბავშვი როცა იყოს პროსტატა იერანაში 90-იან წლების
გამოშვებებში იყო. მე უფრო კარგად ვიცი ეს ეპოქა. გავში თუ შეიძლება კარგად დაგვანახეთ? არა, ჩვენ არ დაგვანახოთ და სტოპკადრი გვაჩვენეთ ერთი წუთით, მეგობრებო. მესმის, გადმოახო, აი ესე. ის გიჟი ქალი გასაგებია, ხო? ეს არის ქალი, რომ აქ გარდაცვლილების სია დავაკეთეთო. მაქო. ახალგაზრდებისო. ბევრიო. და არისო და კიო. ოღონდ მარტო ახალგაზრდების. იქ კლიენტია ძალიან დიდი, ვინც გარდაიცვალა, მერტმა. მე რა მაინტერესებს, მაგრამ მაინც რა. რატო ზის სათვალით? ამ სათვალით გადაცემაში ჯდომა არის რომ როკსტარი ხარ. მოდი გავიგოთ ჩვენი ძირფასი. ჯონი კეში ხარ, დევიდ ბოუი ხარ, მარლონ ბრანდო ხარ. ვინა ბიჭო ეს? რატო ზის სათვალით? Google-ის იმაში ჩააგდეთ ეს ფოტო და კითხეთ who the fuck არის. არა, ეს ხათაშორი ძალიან საინტერესოა. არ ან why the fuck არის? არ გამორთოთ, არა. ანუ ისე უჭირთ რომ ეს მიიყვანეს. და რა სპორტულია, აბა შეხედეთ. სპორტულები, არ არის. USPA-ია. რალფ ლორენი პოლოკი არა, USPA. ალექსანდრე თირქია? ტატუ არტისტი. და აქტივისტი. ეხლა ჩვენ გვაჩვენეთ. სერიოზული ტატუ არტისტი. რა ხდება? არა, მან ხო მარშები იყო. ფიჩო და მაგის არტისტების გრაფიკოსების მე უკვე მაინტერესებს ზამა რა ილაპარაკა. აი ამის ლაპარაკი ხო არის. ამის ლაპარაკი. თქვენ მართლა რა მოჭერით ძალიან გვაინტერესებს მის მოსაზრება როგორი. ტატუ არტისტის საუბარი. იმიტომ ტატუ არტისტი სხვა შეს არ გაგუშუქებია ჩვენ. აქამდე. ბიჭო, აბა გაიხსენე. არა, თან ისეთია თქო, ანუ აკადემიური ცოდნა დიდი ტატუ არტისტს აქვს ძალიან აპრიორი პოლიტიკური თეიონა ბაგდავაძე რო გვერდჩის იცით? გვერდჩის? ხო, სულ რაღაც დებს იმას რა ქვია. კოკაკოლა არ გადასცეს მე. სხვა შორის კოკაკოლა უყვარს? თეონა გიყვარს ისა? უყვარდი გიყვარს. ვალდბერის სხვა რო. კოკაკოლა ნაყვარება ძალიანო, ეგ ვიცი და არ ვიცი. კიდე რა უნდა? ბოთლი თუ ვარს. კოკაკოლა მიკვინოს რო გამამწარო. ვალდბერისი? ეგ არის. ბაჩო. კარგი, გამამწაროს. მე არა, ყოველდღე რაღაცებს იმას ვიზა. სხვა შორის რა. მე ვერ დაგეთანხმებთ ქალების შაგრაში ვერ შემოგიეთ. სადი ხელი ჩამოიღე. ხოდა. არა, თუ ესია, გვაქვს მოჭრილი თუ არა, ჯერ არ გვაქვს. აი ბორის ჩელეყუროა მაინც გაუშვა. ვიჩი ხო? ეხლა ვერ როგორ ბორის ჩელეყურო გაუშვა თუ მოვასწრებთ მანამდე. ქალებო დატრიალდეთ. ხო, ბორის ჩელეყურო. ამას ჭრით? არა, ეხლა ჭრით და ეხლა გვექნება. ვა, დაჟე ხვალისთვის არა. აი ეს არის როგორც ჩვენი, აი ხაჭაპურს ისეაც ხო და რობოტი და ესე გამარჯობა. აბარა, ხო აკეთებ ეგრე ნინი. საღო. დაახლოებით. ბუჩოკო გაუშვა. კავიდე, ბუჩოკო. დამნაშავის დასჯა უნდათ თვითონაც არ იცოდნენ თლად კარგად მაშინ აქცევს და ეხლა გვეუბნებიან რომ საბოლოო ჯამში არაფრის კეთება თუ არ შევედი და ეხლა სპეცრაზბიანის მართალი და მაშინ არასოდეს არ იყო ხელისუფლება მართალი ამაშიც უნდა ჩამოყალიბდნენ ზოგადად ნარატივი უნდა ეხლა არიან ძალიან ცუდ სიტუაციაში და სამწუხაროა რომ აქეთ ხარის ოპოზიცია არ არის ოპტიმალურ ფორმაში რომ ამ ყველაფერზე მიაწვეს და ჩააჭიროს კი ბატონო რა ოპოზიცია არ არის ოპტიმალურ ფორმაში რომ აუაგებს მაგაცმა ჩამიგდო თქვენზე ადრე აი ნინი არ თქვენი აბა სადვარდება აბა აი მოვიცე გადმოვაყურებდი ორ წამში აბა შო ჩავა აი ამანაც ჩააგდო აი კაი აი ხა მოусმენთ მენა იყოს და გაგონება 46 წუთი წავიდა ავიხსენო ეს ყველაფერი და ერთადერთი რასაც ხედავ კადრებიდან არის თუ როგორ გადავყავარ აქტივისტებს ასტრაფო დახმარების მანქანამდე რომ მიმიყვანონ კლინიკამდე და მისროდნენ. დაზარალებულია. მაგ კადრებსაც სათვალით უყურებს? ისინი რო არა შეიძლება კლინიკამდე. ხოლმე რომ კადრებიდან გავიხსენო ეს ყველა. დაზარალებულია. დაზარალებულია. სხვათა შორის ეს გამოუშვა ნაცი. როგორც ვატყობ შეიძლება სათვალე მაგიტომაც უკეთია. მაგიტომ იკეთიაო? ფინგალში ვარო? არა. მაგიტო არ უკეთია ადრე ისეს. მადლობა, დიდი მადლობა. ხო, გასაგებია. ნუ დიდი არაფერი როგორც ვატყობ, ძალიან ბევრ პოლიტიკოს სტატუმასტერი ჯობია მაგათი, რომ დანაწევრებულ ბგერებს გამოსცემს. კუტაბიჭი ცოტნე ხობერიძე.
ბოგერიც არის ქვეყანაში სათანადო სიმაღლეზე და დონეზე ოპოზიცია იმისთვის რომ აი ამ მტკივნეულ ადგილზე მისივე სიტყვას გამოვიყენებ ჩააჭიროს და მიიყვანოს ბოლომდე რა უჭირს ახლა ოპოზიციას ისეთი რომ თუნდაც აი ამ სიტუაციაში რაღაცები თითქოს უკან გადაწეული მაგალითად 300-ზე მეტი სახისწვრებ დადროული ადამიანის ისტორია თითქოს რომ ვიღაცებს დაავიწყდათ ყველას არა მაგრამ მაინც წინ წამოვიდა და ის დანაშაულებები ისევ ბიჭო, სად არის ცოტა? თელი კითხვა ეს არის და ну ზართული ახლა იმ ურესუსების პირობებზე მოკლედ ახლა ოპოზიციაური არის თვით გადარჩენის პოლიტიკაა ჩართული და რამდენად უნდა გადარჩე ამის ფონზე გიწევს ძალიან გირთულდება რაიმე ისე კმედიტი გააკეთო და ამას პლუს რაღაცა ტიპის უნდობლობა რომ თქვა ოპოზიციამს რომ იქამდე თქვა შეიძლება ზეგაუსი ტიპის რაღაც წარმოეთქვა შეიძლება ადამიანებში ესეთი გამოხმაურება არ ყოფილიყო და BBC და გარე ინსტიტუციები გჭირდება რომელსაც მეტი ავტორიტეტი ექნება ჩვენს ქვეყანაში რომ ვიმემეს ინფორმაცია უფრო მეტად დამაჯერებლად გაიგოს და მე ამ ამბავში არ გაუგებარი იყო აღარ გვინდა ხა მე რომ მიხარია ხოლმე მას კუტუბიც რო უძახი ესე აღარ არის რა აღარ გაუშვათ რა. კარგით მეგობრებო, დიდი მადლობა იმისთვის რომ არსებობთ. ძალიან საინტერესო ახალი გუნდი ტატუ მასტერი გავიცანით. თუ ტატუ დამჭირდება აუცილებლად მას მიმართავ. შენ. მე. და სხვას არა. კარგად ზანდებოდეთ. ხვალ ცოტა გვიან შევხვდებით ერთმანეთს. ხვალამდე. ნახვამდის.